არის თუ არა ჯანსაღი ყვება, ჯანსაღი. დილა მშვიდობისა მეგობრებო. მე დაკვირდით, რომ დღეს ჩვენი ჯამრთელი აგვისტოსაც ვთქვათ. ჯამრთელი აგვისტო. ჩვენი ასე ვთქვათ, კარგად ყოფნის აგვისტოს ფარგლებში დღეს ვისაუბრებდით ყვებაზე. თუმცა შესავალ დღესაც ვისაუბრე ზოგადად ყვებაზე, მაგრამ ახლა უფრო დეტალურად მინდა. მოკლედ, ყვება. ყვება არის ყველაფრის წყარო, რასაც მიირთმევ, ანუ რასაც ჭამის ხარ და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი გამოთქმები არსებობს, მართლაც ესეა საკვების გარეშე არ არსებობს ადამიანის სიცოცხლე, ხო? და ეხლა ბოლო დროს ძალიან ბევრი მიმართულება არის ყვების, ძალიან ბევრნაირი ყვების რეჟიმი არსებობს, ასეთი მოკლედ დიეტები, რეჟიმები, სწორი ყვება, ჯანსაღი ყვება, რაფინირებული და არარაფინირებული, ასეთი და ისეთი, ცილოვანი, ცხიმოვანი და ასე შემდეგ. ერთი შაქარწყლოვანი ყვება არ არსებობს, მე მგონი მარტო გემრიელი ტკბილეული რომ მიირთვა. თუმცა ეგეც მალე მოგვეზრდება. ეხლა შეხედეთ, ძალიან კარგი ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ვისაც როგორ უნდა ისე იყვებოს, ღმერთმა შეარგოს ყველაფერი, რასაც მიირთმევენ. მე დღეს რო ვფიქრობ ყვებაზე, ჩამეწერა, კიდევ ერთხელ ეს ვიფიქრე, რომ როგორ სწორად მოვიქეთ, როგორი სწორი იყო ჩემი არჩევანი, საკუთარ თავს რო ვაკეთებ, რომ კარგად ყოფნის პირველი დღე, პირველი წესი ჩემთვის იყო პიროვნული ზრდა. ანუ სწორი აზროვნება, გაცნობიერებული ცხოვრება. იმიტომ რომ ყვებაზეც რო ვიფიქრე იგივე ეს არის. ადრეს ვისაუბრე ამაზე ბევრჯერ, მაზეც ქონდა რა ქვია. სამზარეულოს ლაივების ფარგლებშიც ქონდა ამაზე საუბარი, თელელაივი მიუძღვენი ამ თემას, რომ სწორი ყვება არის სწორი აზროვნება. თქვენ თუ სწორად აზროვნებთ, მაშინ დიდი შანსია რომ თქვენი ყვებაც სწორი იქნება. თუ თქვენ არასწორად აზროვნებთ, რაც როგორც არ უნდა იდეალური ყვება გქონდეთ გამოწერილი, ასე ვთქვათ, საკუთარი თავისთვის, ის ვერ იქნება თქვენთვის საუკეთესო. და რატომ ახლა? ეს ძალიან დიდი ხნის წინ ჯერ კიდევ ჩვენ რო დავიწყოთ პიროვნული ზრდა, ეს მაშინდელი ექსპერიმენტია, იაპონიაში ჩატარდა ეს დამავიწყდა მეცნიერის გვარი. YouTube-ზეც დევს ეს ექსპერიმენტი, ბრინჯის ექსპერიმენტი რომ ჩაატარეს, ბრინჯს დაასხეს წყალი, დადგეს 3 კილა, ერთს აქებდნენ, ძალიან ბევრჯერ მომიყვანია ეს ამბავი, ერთს აქებდნენ, მეორეს აგინებდნენ და მესამეს არც არ ეუბნებოდნენ. და რამდენიმე ხანში, აღარ მახსოვს, 3 კვირა გრძელდებოდა ექსპერიმენტი მგონი. პირველი კილა მთავარი არსი, ანუ ექსპერიმენტი ხელ გრძელდებოდა, ან რაგვარია მეცნიერი ეს არ არის მთავარი ის არის, რომ კილა რომელშიც აქებდნენ, იმაში კილაში ბრინჯი იყო სრულიად ფითქინა თეთრი ამ პერიოდის შემდეგ, იმას რომელსაც აძაგებდნენ იყო დაობებული, შავი და ეს გადაღებულია და რომელსაც არც აქებდნენ და არც აძაგებდნენ, იყო ესე შერეული, ალაგ შავი, ალაგ თეთრი, ყובה იმისიც ესმოდა და იმისიც შეერია ერთმანეთს. და დასკვნა, ანუ ეს იყო არაჩვეულებრივი მაგალითი იმისი, თუ როგორ ღებულობს სითხე ინფორმაციას. ეს ხო ძველი დროიდან ცნობილია ისედაც, ხო ნაკურთხი წყალი რა, ნალოცი წყალია, ხო? დილას რო გაიგუძებ თქვენ ბებიები ხო გვეუბნებოდა, წყალს გაატანეო დილასო, შენი ცუდი აზრებიო, ცუდი სიზმრებიო. ეს არ არის ცრურწმენა, ეს არის გამოცდილება, ეს იყო მათი გამოცდილება და ცოდნა, რომელიც ჰქონდათ ჩვენ წინაპრებს, არა ინტერნეტიდან და YouTube-დან, არამედ იმისგან, რომ მათ ჰქონდათ ბევრად უფრო ახლო და ნათელი კავშირი სამყაროსთან. მათ ესმოდათ სამყაროს ესმოდა მათი, იმიტომ რომ არ იყო ასე დაბინძურებული ენერგოინფორმაციული ველი. ამიტომ ის ანდაზები და ის რაღაცები, რასაც ჩვენ ბებიები გვასწავლიდნენ და წინაპრების განაც მოვიდა, ეს არ იყო საიდანღაც მოგონილი. ნუ რაღაც იყო ახლა სრულწმენას და რაღაც, მაგრამ ძირითადად ეს იყო მათი ცხოვრებისეული სიბრძნე. და ეს ნალოცი თუ ნაკურთხი წყალი თუ ნალოცი წყალი თუ რაღაცა კარგს რო ეუბნები ესეთი წყალი, როდესაც შენ მიიღებ, ჩვენ ხო სითხისგან შევდგებით, უდიდესი ნაწილი ჩვენი სხეულის სითხეა და ამ სითხეში, ასე ვთქვათ, ვრცელდება ეს ინფორმაცია. ასევე საკვებით შედგება დიდწილად სითხისგან და იმაზე თუ რას ვფიქრობთ ჩვენ ამ საკვების არა მარტო მიღების, არამედ მომზადების პროცესშიც, ზუსტად ამაზეა დამოკიდებული ეს საკვები, რა ინფორმაცია შეიტანს ჩვენ სხეულში. თუ მე ვღებულობ ჯანსაღ საკვებს და ვფიქრობ, რომ
აუ ის რა ქვია, რასაშინლად გამოვიყურები, ამ ბოლოს როგორ ცუდად ვარ, უენერგიოდ ვარ, ფეხზე ვერ ვდგები, როგორ სტრესში ვარ, გამუდმებით დეპრესია მაქვს, აღარ ვიცი რა გავაკეთო, ну მოკლედ ვფიქრობთ ყველაფერი, მაგრამ ამ ყველაფერს ჩვენ მე მივირთმევთ. ეს ყველაფერი ინფორმაციულ დონეზე შედის, ანუ ბრძანებაა, ჯერ ისევ ჩვენი ფიქრი ისედაც ბრძანებაა ჩვენი გონებისთვის და ვით უმეტეს თუ კიდე ამის ან დალევის დროს სმის დრო, ყავის სმის დრო, ჩაის სმის დრო, წყლის სმის დროს ვაკეთებთ. ეს კიდე ათმაგდება და ასმაგდება მისი ძალა. ესეთი ტექნიკებიც არის, რომლებიც წყალთან არის დაკავშირებული, ერთჭიქა წყალს ეუბნები რაღაც კარგ სიტყვებს, ან წერდაზე დაკრავ მე ზემოდან და იმასო. ეს ნიშნავს, რომ შენი წყალი დამუხტე პოზიტიურად და ის მიირთვი. ნახეთ ახლა კიდევ რა არის ძალიან მნიშვნელოვანი. როდესაც ჩვენ ვამზადებთ საჭმელს. როდესაც ჩვენ ვამზადებთ საჭმელს, ჩვენთვის თუ ვამზადებთ და კიდევ თუნდაც ოჯახისთვისაც ვამზადებთ, კატეგორიულად არ შეიძლება ცუდი ფიქრები. იმიტომ რომ ფაქტობრივად თქვენ ამ საკვებთან ერთად მე თქვენ ხმაშულს აძლევთ მიაჭამენ ასე ვთქვათ, თქვენს და თქვენი ოჯახის წევრებიც მიიღებენ სხეულში ინფორმაციას, იმ ცუდს ინფორმაციას, რასაც თქვენ ფიქრობთ. ამიტომ კვებასთან დაკავშირებული ყველაფერი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ისინი ვინც ძალიან ღრმად არიან ახლა პიროვნულ ზრდაში და ძალიან ცოტა ისე დონეებზე არიან ადამიანები, რომლებიც რესტორანშიც არ მიირთმევენ საჭმელს, იმიტომ რომ ანუ ამ საჭმელს მოყვებაო იმ ადამიანის სტრესები, განცდები და ასე შემდეგ, რომელიც მას ამზადებს სამზარეულოში და ჩვენ ხო არ ვიცხ სამზარეულოში ვინ როგორ ხასიათზე ამზადებს საჭმელს. ამიტომ მინიმუმ ის მაინც შეგვიძლია გავაკონტროლოთ, რომ ჩვენ მოვამზადოთ ნორმალური განწყობით საჭმელი. თუ არ ხართ ხასიათზე, ჯობს-ჯობსერთან მომზადოთ და რამე გადაატაროთ რაღაცაზე თქვენი ოჯახი, ან გამოისწოროთ თქვენი განწყობა, უამრავი საშუალება არსებობს ამისთვის. გამოისწოროთ თქვენი განწყობა. მე ძალიან ბევრ ტექნიკებს გასწავლით წიგნებშიც, ისედაც დახურული ჯგუფი რო გქონდა კი დახურული ჯგუფი დეტოქსის კვირა გავაკეთეთ, 2 წლის წინ იყო მე მგონი დეტოქსის კვირა რო გავაკეთეთ, კვირა-კვირა 2 კვირეული გამოგვივიდა და უამრავი რაღაცები ვასწავლე გოგოებს. ეხლა ყოველდღე ხوار გამიმეორებ და თუ გინდათ თქვენ რომ თქვენი ემოციები აკონტროლოთ, ჩემთან ყოველთვის იპოვით ამის შესაძლებლობას. მით უმეტეს თუ წიგს რომელიმე წიგს წაიკითხავთ, აგვისტოა ეხლა შესანიშნავი დრო არის კითხვისთვის. ნებისმიერ წიგში ყველგან არის უამრავი ტექნიკა, ზუსტად იმიტომ რომ მართოთ ჩვენი თავი და ჩვენი ემოციები. და კიდევ წყალზე ვიტყვი. წყალი ხა ნუ გადამტანია ხო რასაკვირველია არის და სხვათა შორის ამბობენ რომ ის წყალი რა ქვია აი ხო ყოფილა თქვა რომ ანგლისში როცა ვარ თქვენ ყოველთვის რომ აქ ძალიან გემრიელი წყალი და რაღაცნაირი ესეთი გრძნობრო კარგია ცოცხალია რა ყოველ შემთხვევაში იყო სანამ გაიყვანდნენ εμას რა ქვია წყალსა εμას ადრე მთებიდან მოდიოდა გროვდებოდა აუზში და მოდიოდა ჩვენთან მერე ხო და ეხა აღარ ვიცი როგორია და როდესაც გადის აი კორპუსებში ხომ მიდის, მილებში ხომ მიდის ეს წყალი და ამბობენ რომ აი გზაში სადაც კი ეს წყალსადენი ის მილი გაივლის, იქ თუ არის ჭუბი, წივილ-კივილი, უკმაყოფილება, ლანძღვაგინება და ასე შემდეგ, ამასაც კი აგროვებს ეს წყალი. იმდენად იწოვს ეგ გუბკასავით, იწოვს პირდაპირ გუბკა რო იწოვს წყალს, ისე იწოვს წყალი ინფორმაციას. ამიტომ შეძლებს დაგვარად ჩვენ ახლა როცა ანგლისში ვართ ხოლმე ხშირად წყაროდან მოგქონდა ხოლმე წყალი წყაროს წყალს ვავდით. ნუ თუ გაქვთ ამის შესაძლებლობა, შევხდავთ წყაროს წყალი, ხა ვერ გეტყვით მაღაზიის წყალი, უკეთესია მეთქი, იმიტომ რომ მაღაზიის წყალმაც იგივე გზა გამოიარა და ამიტომ ახლა უბრალოდ ბუნებრივად თუ გექნებათ სადმე საშუალება, რომ სხვათ ბუნებრივად მომავალი წყალი, ძალიან კარგია რა თქმა უნდა. თუ არა თქვენი ფიქრებით შეეცადეთ რომ გადაწერეთ პირჯვარი, იფიქრეთ რამე კარგი, სანამ წყალს დალევთ და ასე შემდეგ. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი, ყველაზე საყვარელი დილის რუტინა, ეს არის დილის შხაპი. და იცით როგორ იყო რომ ან როდესაც წყლის ემაზე გავიგე ეს ინფორმაცია ანუ წყალზე როცა გავიგე თავის დროზე დიდი ხნის წინ აი ამ ინფორმაციის გადატანის შესახებ ვიფიქრე რომ ეს შხაპის დროს უამრავი წყალი კანი ხო იწოვს წყალს არა რა თქმა უნდა იწოვს ამიტომ ვიფიქრე თუ დალევის დროს ჭირდება წყალს რაღაც სწორი აზრები ესე იგი შხაპსაც ჭირდება სწორი აზრები მაშინ ხო ამიტომ და ეხლა უკვე ეს მართლა ჩვევაში მაგ გადასული რომ ყოველთვის ჩემი ფიქრებია რომ მადლობა უფალო მადლობა სამყარო მადლობა ყველაფერს რომ მე ეხლა შხაპს გვანთლობა წყალო რომ მას ვთავ ყველაფერი ცუდისგან მავსებ კარგი ენერგიით და ასე შემდეგ და რაღაც კონკრეტულ რაღაც შეკვედებსაც ვაძლევ ხოლმე ამისგან გამანთავისუფლე ეს მომეცი
და ჩემთვის კიდევ რატომ იყო თქვენთვის შეიძლება ეს შხაპი იყოს ჩვეულებრივი ამბავი და საერთოდ ჩვეულებრივია და რუტინა, იმას ვეღარ ვამჩნევ ხოლმე, მაგრამ ჩემთვის იყო პერიოდი, როცა შხაპი ჩემთვის იყო სანატრელი. მაშინ როცა მე ავად ვიყავი, როცა ხელს შხაპს კიდე წყალს ვერ ვსვავდი ჩემი ხელით, წარმოიდგინეთ, რამდენად დიდი ფუფუნება იყო ჩემთვის მაშინ შხაპი და სულ მადლობას ვეუბნები ყოველთვის, რომ შევძლებთ, მადლობა რომ აქ ხელები, ფეხები, მადლობა რომ შემიძლია ადგომა, შემიძლია აბაზანაში შემოსვლა, შემიძლია რომ ცხელი წყალი მქონდეს, გადავიხადო ამ წყლის ფული და შემიძლია ფიზიკურად რომ აქ ვიყო ეხლა და მივიღო ეს სიამოვნება და ამიტომ ჩემთვის განსაკუთრებული რიტუალია ეს დილის შხაპი, ვისაც გიყვართ დილის შხაპი და დააყოლეთ ტვინი უბრალოდ, ანუ დააყოლეთ სწორი ფიქრები, სწორი აზრები და აი ბევრად აი ისე ენერგიით შეივსებით, ისეთი გამოხვალთ იქიდან, რომ რა გითხრათ, გონიათ რომ თებს გადადგავთ, ანუ აი ეს დილის ეს რაღაც 10 თუ 15 წუთი არის მთელი დღის მარაგი, ყველაფრის აბსოლუტურად. ნუ ჩემთვის ასე ყოველ შემთხვევაში. და ხო, ნუ ყვებას დაუბრუნდეთ ისევ, წყალი ყვება, ეხლა გავაერთიანეთ ცალკე რო არ მესაუბრა მე ამაზე წყალზე. როგორ ვიყოთ კარგად, ხო? როგორ ვიყოთ კარგად? რა თქმა უნდა, კარგია ჯანსაღი და სწორი ყვება, მაგრამ ვინ რას ეძახის ჯანსაღ ყვებას? შეხედეთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი. რა არის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი? ჩვენ მოვიყვანეთ აგერ მცხეთაში, ბოსტანში, კიტრები და პამიდურები და არის ის ეკოლოგიურად სუფთა. ანუ შეიძლება იყოს იმიტომ, რომ განაპირას ცხოვრობთ, მანქანები ჩვენთან არ დადის, არავინ არ წამლავს თავის ბოსტანს და ბაღს, ანუ გადავიდეს, გადმოვიდეს. შეიძლება არის სუფთა, არ ვიცი, ვერ გეტყვით. ნუ ჰაერი ახლა შედარებით სუფთაა, ვიდრე თბილისში, ხო? არმაზის ხეობა იწმინდება და ასე შემდეგ. მაგრამ ეს ხო ძალიან იშვიათია, ახლა როგორ უნდა მოიყვანო შენი სამყოფი სადღაც ისეთ ადგილას მთებში, ყველა სხვა შემთხვევაში პროდუქტს აუცილებლად აქვს რაღაც დანამატები, ზოგს წამლავენ, ზოგი თვითონ არ წამლავს, მეზობელი წამლავს და იქიდან იმტვერება. მე ვფიქრობ, რომ ყველაზე სწორი მიდგომა 21 საუკუნეში ან არის ის, რომ გაქვთ თქვენი საკუთარი მეურნეობა, გაქვთ ძალიან ბევრი ფული, ისათვის რომ თქვენი მეურნეობა იყოს აბსოლუტურად ეკოლოგიური. საქვია ეს ვაზის მავთულების ჩათვლით ყურძენით რომ მოყავთ და ეს ვაზის მავთულები როგორი უნდა იყოს, შემადგენლობის უნდა იყოს და ეს სვეტები რომელზეც მავთულებია გაბმული, შემადგენლობის უნდა იყოს, რომ ვაზმა არ მიიღოს იქიდან რაღაცა, აი ამის ჩათვლით თუ გაქვთ ამის შესაძლებლობა, ეს არის იდეალური. ყველა სხვა შემთხვევაში ჩვენ ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის, ვისაც არ გვაქვს მაგის საშუალება. ყველაზე კარგია რომ გონება მოვმართოთ სწორად. მივიღოთ მადლიერებით, რასაც მივიღებთ, სწორად ვიფიქროთ და არ ჩავიციკლოთ ყვებაზე, არ ჩავიციკლოთ იმაზე თუ რა შეიცავს, რას არ შეიცავს, ვინ მოკიდა ხელი. აი არიან ადამიანები, რომლებიც რაღაც უიმე ამას ვერ შევჭამ, იმიტომ რომ ეხლა იქ ვიღაცა პულსო ჭამთ, იცით ვინ მოკიდა იმ პულს ხელი? როცა წვებოდა, ან ვინ ცომში რა მოხდა იმ იმაში მოზელის დროს, ან რა ვიცი, სოფლის ყოლს არ შევჭამ, იმიტომ რომ რა ვიცი მე როგორ ამოიყვანეს და ქარხანაში იცით როგორ ამოიყვანეს, რამდენი რძის ქარხნის თუ ქარხანა თუ კომბინატი, რძის კომბინატის სკანდალს მოვესწარით, თუნდაც საქართველოში, თუნდაც საერთაშორისო საბავშვთა ყვების ძალიან ცნობილი კომპანიების სკანდალები იყო ათასნაირი. ამას ვერ გაიგებთ, ამაზე თუ ჩაიციკლებით შეიძლება გაგიჟდეთ უბრალოდ. ჩემი აზრია, ჩემი პირადი აზრია, თქვენ როგორც გინდათ ისე იცხოვრეთ, რა სისულელია, ახლა როგორ მოვახოვებინეს თავს. უბრალოდ ჩემი აზრით მარტივია ბევრად უფრო ცხოვრება, თუ შენ ღებულობ მადლიერებით ყველაფერს, რაც გაქვს. რა თქმა უნდა, ახლა მე არ მაგადაწერ პირჯვარს და მიიწნო, მე არ მომობ, რა თქმა უნდა, ახლა რომ ყოველდღე ტორტი ჭამოდა, შაქარი და უკაცრავდა და გამოსკდა, ახლა რაღაცა ძალიან ცხიმიანი ხორცები და მაგას არ მოგეგე ყველა მიცით ისე რა შეიძლება. მაგრამ ზომიერად ყველაფერი შეიძლება და კიდევ ერთი. და დავამთავრებ. მაზოხისტური მიდგომა საკუთარი თავისადმი. თუ თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ რაღაცებზე თქვა, თუ არის ისედაც სიტყვით თუ არის, ამის არ გჭირდებათ არანაირი ეს რა ქვია, რეცეპტები. თუ თქვენ იტანჯებით იმით, რასაც აკეთებთ, მაზოხისტური მიდგომა ქვია ამას საკუთარი თავისადმი, როცა შენ იტანჯები, მაშინ ჯერ იმაზე იმუშაოთ, თუ რატომ გაქვთ ეს მიდრეკილებები, რატომ არ უფრთხილდებით საკუთარ თავს, რატომ ვერ უვლით საკუთარ თავს.
იმუშაოთ იმ პროგრამებზე, იმ ბლოკებზე, ისევ პიროვნ 20-დან მივედი, მაგრამ რა ვქნა, რომელიც ამას იწვევს, იგივე ჭარბწონას რა იწვევს თუნდაც თქვენ შემთხვევაში და ეს ყველაფერი მოაგვაროთ და შემდეგ თავისთავად გადაივლის ესა. აი ნახეთ, თუნდაც ჭარბწონას შევეხოთ. ახლა ხოლმე მაგალითად გეტყვით ჩემს მაგალითს 2 წლის წინ მოვიმატე საკმაოდ ბევრი და მე დავფიქრდი რატომ მოვიმატე. როდესაც გავყიდეთ სახლის საბურთალოზე დელისზე და ვიყიდეთ მცხეთაში, საკმაოდ დიდი პერიოდი მოგვიწია შუალედი სანამ ის სახლი რემონტდებოდა. ძველი სახლი იყო და ჩვენ აღვადგინეთ და რაღაცა ბევრი რამე გავაკეთეთ და დიდი დრო დაჭირდა. მე ამ დროს ცხოვრობდი ჩემ დასთან, ახლა ძალიან ჩემ დასთან ახლა კარგად და კომფორტულად ვარ, რა თქმა უნდა, მაგრამ აი მაშინ მქონდა შეგრძნება ცხოვრებაში პირველად, რომ ვეკიდე ჰაერში, რომ მიწა ფეხქვეშ გამომეცალა, იმიტომ რომ მე არასოდეს მიცხოვრია ის, რომ ჩემი სახლი არ მქონოდა ხوارი, ხო კაცო, სხვადასხვანაირი ცხოვრება აქვს ადამიანებს, ხო? ზოგი ქირით ცხოვრობს, ზოგი რაღაცა, იცი რა ქვია, ძირაოთი და ასე შემდეგ. ანუ მე ყოველთვის მქონდა ჩემი სახლი დაბადებიდან რა და პირველად აღმოჩნდა ესეთ სიტუაციაში და ეს იყო ჩემთვის ეთყობა სერიოზული სტრესი. იმიტომ რომ სულ შეგრძნება მქონდა რომ ჰაერში ვეკიდე. მე მეს ბოშტირის ძალიან დიდი ხანია უკვე და ეთყობა ეძინება და რატო არ მიყავთ. ხო და აი ამ სიტუაციას კოწონა არის დაცვა, ჭარბი წონა ძალიან ხშირ შემთხვევაში არის რაღაცისგან ან ვიღაცისგან დაცვა. და ჩემთვის იყო ეს დაცულობის შეგრძნება, როგორც ჩანს, იმიტომ რომ მე ვგრძნობდი თავს ჰაერში გამოკიდებულად. და კიდევ ერთი რაღაცა, დღეს ვფიქრობდი ზუსტად მაგაზე რომ მოვდიოდი. ჩემ მაგალითს გეუბნებით მე და აბსოლუტურად ეს არ არის სავალდებულო, რომ ყველას ისტორია იყოს, უბრალოდ გეუბნებით რამდენად დაკავშირებულია შინაგან მდგომარეობასთან ჩვენი წონა. მე ზუსტად ვიცი, რომ ადამიანი, რომელიც საყვარელი საქმით არის დაკავებული, იმდენად არის ჩართული აი ამ თავის საქმეში, იმდენად ემოციები და შეიძლება ჭამა საერთოდ არ გაახსენდეს. მე ვარ ხოლმე როცა წიგნებს წერ მაგალითად, როცა წერ ნამდვილად შემიძლია მთელი დღე არ ვჭამო. დილიდან ვწერო, იმიტომ რომ მოდის ეს ინფორმაცია ჩქარა ჩავიწერო, ესეც დავწერო და სადღაც საღამოს შეიძლება შევჭამო მე რაღაცა ძალიან რო შევწუხდები უკვე შემშილით, შემიძლია მთელი დღე ყავაც კი არ დავლიო. სამაგიეროდ, როდესაც მაქვს ესეთი პერიოდები, რომ აი რაღაც მეზარება ყველაფერი, ხო წიგნის წერილს არ მეზარება, მაგრამ სულ წიგნებს ხო არ წერ. ну რაღაცა დავიღალე ხო მეზარება რაღაცა. აი მაგ დროს მაქვს სურვილი რომ რაღაც მივირთვა. ანუ აი ამ მას რა ქვია, იმ მომენტში თან ძალიან მივეჩვიე მუდმივად მუშაობას, იმიტომ რომ მე რო დავიწყე ჩემ თავზე მუშაობა, მუდმივად რო არ მემუშავა ჩემ თავზე, სხვანაირად არ გამოვიდო და ბავშვები პატარები იყვნენ, მე რა დროაც მქონდა მაქსიმალურად უნდა გამომეყენებინა და ეს წლები ჩავმეყალიბდა რომ მუშაობდა სხვათა შორის სხვებს ვასწავლი ხოლმე დასვენებას და მე თვითონაც ამ ბოლოს მივხვდი რომ გამიჭირდა უკვე დასვენება, იმდენად მივეჩვიე მუშაობას. თან ხომ სიამოვნებს ეს მუშაობა, მაგრამ დასვენება მაინც საჭიროა. და აი როცა გამომიჩნდება პერიოდი, რომ დაიღალა ორგანიზმი და ეზარება უკვე მუშაობა. ხო, აი აღარ უნდა მუშაობა. იმდენად მიჩვეული ვარ მუშაობას, უკვე აღარ ვიცი ხოლმე ამ შემთხვევაში როგორ მოვიქცე, რომ არ მინდა მუშაობა და ამ დროს მეწყება უკვე ეს რომ ფილმი ჩავრთო და რაღაცა შევჭამო. და დილიდან ვფიქრობდი ეს ჩავიხვე, კარგი ახალი ის მოვიფიქრე ჩემთვის, რომ მე მივირთმე მხოლოდ მაშინ როცა მშია და მივირთმე მხოლოდ იმდეს, რამდენიც მანაყრებს. ანუ მე ვჭამ იმდეს, რამდენიც მანაყრებს რა, რომ მის კი არ ვჭამო, რომ აი რაღაცა ყოლავზი ვარ ხა მაინც და მოდი რაღაცას მაინც შევჭამ, ესე არა. აი ისევ და ისევ ეს იმის მაგალითია, როდესაც ყველაფერი მოდის შიგნიდან. ყველაფერი მოდის ჩვენი შინაგანი მდგომარეობიდან. ამიტომ დაუკვირდით თქვენ თავს, მოусმენთ თქვენ სხეული არის ბრძენი. სხეულს აქვს უამრავი სასიგნალე, სიგნალის საშუალება, ბევრი რამე აქვს, რის შეუძლია გაგაგებინოს რა მოწონს და რა არ მოწონს, რა უნდა და რა არ უნდა, რა არის მისთვის სასარგებლო და რა არ არის მისთვის სასარგებლო. არსებობს ესეთი ხელის ტესტი, ესე ხელს გაშლი გვერდზე და მართალი სწორია თუ ტყუილია, იმის მიხედვით ხელი ან რაღაც რასაც ამბობ, რასაც ეკითხები, ან ვარდება ქვემოთ, ან ყარად არის და არ ვარდება და გერმანელი, მე არ ვიცი, მაგრამ ექიმები ჰომეოპათებმა მითხრეს, რომ გერმანიაშიო ჰომეოპათები ესე ნიშნავენ წამლებს ხელში დააკავებიებენ ადამიანს წამალს და მე თუ ზიერად აქვს ხელი, ესე იგი ეს მისი წამალია. გამოადგება, ანუ ის წამალი, რომელიც მისთვის შესაფერისია, რა თქმა უნდა, ხა ყველა წამლებს ხო არ გაასინჯებენ. და თუ ხელი ჩამოუვარდა, ესე იგი ეს წამალი მისთვის არ არის, არ ვიცი ამდენ მართალია, მაგრამ შეიძლება იყოს ესეც, იმიტომ რომ სხეულმა იცის ყველაფერი და სხეულს შეუძლია გიკარნახოთ რა არის თქვენთვის სასარგებლო და რა არ არის თქვენთვის სასარგებლო.
ამიტომ მოусმინეთ სხეულს ყოველგვარი ტანჯვის და მაზოხიზმის გარეშე, იმიტომ რომ მაზოხიზმი საკუთარი თავის დაჩაგვრა და ტანჯვა ეს ნიშნავს, რომ თქვენ მოიზიდავთ ძალიან ბევრ სხვა მიზეზს იმისათვის, რომ თქვენ დაიჩაგვროთ და იყოთ დატანჯული. ამიტომ არ არის საჭირო ამის გაკეთება. რასაც ვაკეთებთ სიამოვნებით, სიყვარულით, საკუთარი თავისადმი აბსოლუტურად კეთილგანწყობილი დამოკიდებულებით და მადლიერებით საკუთარი თავის და სამყაროსადმი. აი ყვებასთან მე ასეთი დამოკიდებულება მაქვს და ყველას აქვს უფლება აირჩიოს როგორ უნდა, როგორ იცხოვროს, როგორ იკვებოს, რა გააკეთოს, რა იფიქროს, რა არ იფიქროს, მე უბრალოდ ვიზიარებ ჩემს გამოცდილებას. მომავალ შეხვედრამდე შემდეგზე ვფიქრობ, რომ ვისაუბროთ შემდეგ შეხვედრაზე საყვარელ საქმეზე, იმიტომ რომ ჩემი აზრით საყვარელი საქმის გარეშე არსებობს კარგად ყოფნა. რა თქმა უნდა, ზოგისთვის საყვარელი საქმე არის დიასახლისობა და მხოლოდ ოჯახის მოვლით და მხოლოდ აი ამ რაღაც სახლის საქმეებით არის ბედნიერი და ღმერთმა ბედნიერი ამყოფოს სულ, მაგრამ ქალების უდიდეს უმრავლესობას მას მერე რაც მოგცეს ხმის უფლება არჩევნებში და მუშაობის უფლება ამ ბოლო საუკუნის თუ საუკუნეახევრის განმავლობაში, ქალების უმრავლესობას აქვს თავისი მიზნები, სურვილები, თავის ნიჭები, რომლებიც რეალიზებაც უნდა რომლების რეალიზებაც სურს და ამიტომ შესაბამისად საყვარელი საქმე გახდა ერთ-ერთი აქტუალური თემა და როდესაც შენ გაქვს რაღაც ნიჭი, გაქვს რაღაც უნარი და მას და მისია, ანუ ყველა ადამიანს რომელიც დავიბადეთ მოყვა ჩვენი ნიჭების რაღაც კომპლექტი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ და მოვახმაროთ ადამიანებს ეს ცოდნა მერე, ხო? თუ ამას არ ვაკეთებთ, ეს ნიჭი გვანგრევს მერე. რაღაც 40-42 წლის მერე ეს ენერგია, რომელიც ამას მოყვა ამ ჩვენ ნიჭებს, ის გვანგრევს ჩვენ და გადადის დაავადებებში. ამიტომ შემდეგ თემად მე ვთვლი, რომ აუცილებელია რომ კარგად ყოფნის ერთ-ერთი თემად იყოს საყვარელი საქმის კეთება. დამიწერეთ ამდენად საინტერესო იქნება თქვენთვის, რომ ვისაუბროთ შემდეგში იმაზე, თუ როგორ უნდა ვიპოვოთ საყვარელი საქმე, როგორ უნდა განვახორციელოთ და კიდევ ამასაც რამდენი წინააღმდეგობები ახლა შეგიძლიათ და ამას რა უშველოთ და რა მოვახერხოთ. შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩემი წიგნები, აგვისტოა ზაფხულია და უამრავ საინტერესო ინფორმაცია, ძალიან ბევრ საინტერესო და სასარგებლო რამეს ისწავლით ამ წიგნებიდან. ეს არ არის ჩემი მოგონილი ცოდნა, ეს არის ცოდნა, რომელიც მე მივიღე, მეც მივიღე, ოდესღაც მოვაგროვე, ჩემი გამოცდილება დავამატე, ჩემი მსმენელების გამოცდილება დავამატე და მე გაგიზიარეთ. სულ ეს იყო დღესაც მინდა და მეთქვა. და მართლა მაინტერესებს ხვალ თუ ზეგ როცა შემდეგ ლაივი როცა ვექნება, იქნება თუ არა საინტერესო თქვენთვის საყვარელ საქმეზე რომ ვისაუბროთ. თუ არა და დამიწერეთ რა გაინტერესებს, რას თulit კარგად ყოფნის კრიტერიუმებად, ანუ რაზე ვისაუბროთ კიდევ. იმიტომ რომ რამდენიმე თემაზე უკვე ვისაუბრეთ, 3-4 თემაზე უკვე ვისაუბრეთ. ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე ბედნიერ დღეს გისურვებთ ყველას და სიყვარულით სავსე დღეს.